ბოლომდე არ უყურო, თუ სიმართლის მოსმენა არ გინდა. მარიონეტების შინაგანი მდგომარეობა, რას წარმოადგენს ბრმა მორჩილება. რეალურად მარიონეტი უმეტეს შემთხვევაში არ არის ბოროტი არსება. ეს არის ადამიანი, რომლის შიგნით რამდენიმე ფაქტორი ერთდროულად მოქმედებს. პასუხისმგებლობის გადატანა ავტორიტეტზე. მე არ წვეთ, მე ვასრულებ. იდენტობის სისუსტე, საკუთარი აზრი არ არის ჩამოყალიბებული. ადვილად იღებს სხვისას. შიშე დაფუძნებული მოტივაცია. დაშჭის შიში, გარიყვის შიში, სისტემიდან ამოვარდნის შიში. მორალური დისტანცირება. საკუთარ ქმედებას აღარ არიქვამს როგორც პირად პასუხისმგებლობას. ამ მდგომარეობაში ადამიანი შეიძლება გააკეთოს ის, რასაც მარტო ვერასოდეს გაბედავდა. ეს არ არის მისტიკა, ეს არის ფსიქოლოგიური ფაქტი, რომელიც არაერთ კვლევაშია ნაჩვენები. მაგეზამლი ავტორიტეტისადმი მორჩილების ექსპერიმენტები. რა შეუძლიათ თვალდახუჭულ შემსრულებლებს, როდესაც ადამიანი გადადის ბრმა მორჩილებისთვის რეჟიმში, მისი ქმედებები ხშირად მოიცავს ფაქტების დამახინჯებას ან ნახევარსიმართლის გავრცელებას, სხვისი რეპუტაციის დაზიანებას, ჭორები, დისკრედიტაცია, ჯგუფური ზეწოლის შექმნას კონკრეტულ პიროვნებაზე, სიტუაციების მანიპულირებას ისე, რომ მსხვერპლი თავად გამოიყურებოდეს დამნაშავედ. ეს ქმედებები ხშირად ხდება დავალების პირდაპირი ფორმითაც და ირიბადაც. მაგალითად, სწორი მიმართულებით დაკენებული კითხვებით, მინიშნებებით ან სტიმულებით. სულიერება ასეთი ადამიანებისთვის რას ნიშნავს? როდესაც ადამიანი პროგრამირებულ მდგომარეობაშია, სულიერება იქცევა დეკორაციად, სიტყვებია, მაგრამ არ აღირებულება. რწმენა ხდება იარაღი, გამოიყენება სხვის დასამორჩილებლად. ეს სწორია, რადგან ასე გეუბნები. კეთილი მოქმედება იცვლება ფორმალობით. გარედან კარგია, შიგნით ცარიელი ან მიზანმიმართული მანიპულაციის რეალური მექანიზმები, რას იყენებენ ადამიანები პრაქტიკაში. აქ მნიშვნელოვანია რეალობაზე დაფუძნებული სია, რა მეთოდები მართლაც გვხვდება სოციალურ გარემოში. ერთი ნდობის მოპოვება, საერთო ინტერესების დამთხვევა, ემოციური მხარდაჭერის სწრაფი შეთავაზება, მხოლოდ შენ გეუბნები ტიპის კონფიდენციალობა. 2. ინფორმაციის შეგროვება, პირადი დეტალების ამოღება საუბარში, სუსტი წერტილების დადგენა, შიში დანაშაულის გრძნობა, სურვილები. 3. რეალობის გადახრა, gaslighting, შენ არასწორად გახსოვს, ეს შენს თავშია. ფაქტების გადაბრუნება ისე, რომ მსხვერპლი ეჭობდეს საკუთარ აღქმაში. 4. რეპუტაციის დაზიანება, ჭორების გავრცელება, კონტექსტიდან ამოღებული ფრაზები, ადამიანების გადაბირება მის წინააღმდეგ. 5. იზოლაცია, მსხვერპლის დაშორება მხარდამჭერებისგან, კონფლიქტების პროვოცირება ახლო წრეში. მნიშვნელოვანი ზღვარი, რეალობა versus გადაჭარბება. მნიშვნელოვანია მკაფიოდ ითქვას. მასშტაბური საიდუმლო ოპერაციები, როგორიცაა ფართოდ ორგანიზებული ინსცენირებული დანაშაულები, სისტემურად არ არის ის, რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ადამიანები აწვდებიან. რეალური საფრთხე უფრო ხშირად არის ინდივიდუალური მანიპულატორები, ტოქსიკური გარემო, ფსიქოლოგიური ზეწოლა, სოციალური დისკრედიტაცია. როგორც ჩნდებიან ასეთი ადამიანები ცხოვრებაში, ხშირად იწყებენ როგორც მეგობრული და მხმარე, შენი მხარე ადამიანები, სწრაფად ქმნიან ემოციურ კავშირს, ცდილობენ გახდნენ ინფორმაციის მთავარი წყარო შენთვის, ნელ-ნელა ამსირებენ შენს კავშირს სხვა ადამიანებთან. როგორ დაიცვა თავი, პრაქტიკული სტრატეგია. 1. გადაამოწმე ინფორმაცია, არასოდეს დაეხტნო ერთ წყაროს, განსაკუთრებით ემოციურს. 2. დააკვირდი ქცევას, არა სიტყვებს. ვინც ხშირად ცვლის პოზიციას ან სხვებზე ცუდად ლაპარაკობს, სიგნალია. 3. დაიცავი პირადი ინფორმაცია, არ გაუზიარო სწრაფად შენი სუსტი მხარეები. 4. შეინარჩუნე დამოუკიდებელი აზროვნება, თუ ვინმე გეუბნება როგორ უნდა იფიქრო, ეს უკვე კონტროლის მცდელობაა. 5. შეინარჩუნე ძლიერი სოციალური წრე. იზოლაცია არის მანიპულაციის მთავარი იარაღი. დასკვნა, მტკიცე და პირდაპირი. ყველაზე დიდი საფრთხე არ არის უხილავი რეჟისორები. ყველაზე დიდი საფრთხე არის ის მომენტი, როცა ადამიანი თვითონ წყვეტს ფიქრს და ანდობს საკუთარ გადაწყვეტილებებს სხვას. იმ წამიდან ის ხდება მართვადი და მართვადი ადამიანი უკვე აღარ არის თავისუფალი.